მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დააკავეს ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, მათგან 10 არასრულწლოვანია. როგორც შსს-ში ამბობენ, დაკავებულები განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე, მათ შორის დაზარალებულია 4 არასრულწლოვანი. ამავე წყაროს ცნობით ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. ისინი რადიკალურ დამოკიდებულებებს იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა. შემდეგ კი ძალადობის ამსახველ ვიდეო მასალებს სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ. შსს-მ გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის მუხლით დაიწყო, რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. უამინდობის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში და აბის დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. ინფორმაციას მერია ჩვენი კითხვის საპასუხოდ გვაწვდის. ტრანსპორტის შეზღუდვა ეხება მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ანს, ჭვინთას, თისელს, პამაჩს, წყალთბილას, მუსხს, ურაველს, წირას, ფერსას, გიორგი წმინდას, წინუბანს და ახალციხის აბის დასახლებას. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიფყინული, მთიან რაიონებში ზვავ საშიშროება. ახალციხის ნომერ მეორე საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის კვლევა უკვე დაიწყო. სკოლა 2023 წელს რეაბილიტაციის მიზნით დაცალეს. მასწავლებლების თქმით, პროცესი რამოდენიმე თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა არაერთი პროტესტის, არაერთი დაპირებისა და ტენდერების მიუხედავად ჯერ კიდევ უცნობია თუ რა ბედიელი სკოლას და როდის აღდგება სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2025 წლის ნოემბრის თვეში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით იგეგმებოდა შენობის გაშიშვლება, რათა საბოლოო ექსპერტიზა ჩატარებოდა. აღნიშნული შესახებ ისაუბრეს იმავე წლის ოქტომბერში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მშობელმა გვითხრა, რომ ფონდის წარმომადგენლები გეგმავდნენ ექსპერტიზას იმის დასადგენად, ექვემდებარებოდა თუ არა შენობა რეაბილიტაციას თუ მას დაანგრევდნენ და ახალს ააშენებდნენ. გაშიშულდა სკოლა და ჩაუტარდა ექსპერტიზა თუ რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარონ. ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდს ვკითხეთ, მათგან პასუხის მიღებას ველოდებით. რა ხდებოდა წლების განმავლობაში საჯარო სკოლის ირგვლივ, იხილეთ ჩვენს მიერ მომზადებული მასალები ჩვენს ვებგვერდზე. X-News და Prime Times ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია 6300 ლარამდე გადაუხდის 2026 წლის განმავლობაში მერიის აქტივობების გაშუქებისთვის. მუნიციპალიტეტმა მედია პლატფორმებთან გამარტივებული შესყიდვები უკვე გააფორმა. დოკუმენტების მიხედვით X-News მერია თვეში 300 ლარს გადაუხდის, ჯამში კი 3300 ლარს, ხოლო Prime Times 3000-მდე ლარს. ორივე მედიამ მერიის აქტივობები ხელშეკრულების მიხედვით წლის ბოლომდე უნდა აშუქოს. აქვე გეტყვით, რომ ასპინძის მერიამ გასულ წელს იგივე მედია ორგანიზაციებთან თითქმის იგივე თანხაზე, იგივე მომსახურეობა შეიძინა. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ორშაბათამდე.